მუსიკა გავუშვებით. მოგესალმებით, ეთერშია პოლიტიკური ток-შოუ არჩევანი. ჩვენი სტუმრები დღეს არიან უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენელი, მართველი გუნდიდან ნიკა არაბიძე და მიშა ანთულაძე ოპოზიციიდან. მოგესალმებით, სტუმრებო, დიდი მადლობა რომ ჩვენთან გაგაუშვებთ, პირიქით მადლობთ რომ მოგვიწვიეთ. მადლობა თქვენ. ალბათ არ გაგიკვირდებათ, მე მოდით ხელისუფლებიდან დავიწყებ და დავიწყებ საუბარს დაპირებებზე. როდის უნდა მოხდეს თქვენი დაპირებების, უამრავი დაპირების ლეგალიზაცია? და ბარემ დავამატებ, როდის უნდა მოხდეს უმცირესობის დეკრიმინალიზაცია. მოგახსენებთ ამ წუთში ყველაფერს უბრალოდ ეს დაპირებები ეს ყადაღებული თემა, რომელიც ეს ამათ ჩვენი მთავრობის წევრებს ყოველთვის მირზე აკერიათ, ეს ყველაფერი მოგახსენებთ, სულ ახალი მოსულები ვართ ხელისუფლებაში და ეს ყველაფერი არის პროცესი, რომელიც სულ რაღაც 2 წელი, ჯერ 2 წელი არ არის ძალიან თქო. 2 წელი არის და ეს ყველაფერი არის თანმიმდევრულად განსაზღვრული და ყველაფერი ეს მოხდება ეტაპობრივად. ერთიანად შემოკარგება ამის ასე ერთი ხელის მოსმით ყველაფერს გაკეთება არ შეიძლება ალბათ დამეთანხმებით ამაში. ეთანხმებით, ბატონო მიშა. ნუ ეხლა მე რა შემიძლია ვთქვა, ეს არის ჩვეულებრივი რაღაცა ხავზე მოჭიდება 2 წელი მოვიდნენ ზარზეიმით და არც არაფერი გაკეთდა, ყველა ხედავთ ამას. ეს ზარზეიმი რამდენი ხანი გაგრძელდება, აგერ ახლა თქვენ და აგერ არის ზარზეიმი. ეხლა მართლა თუ შეიძლება ჩავერთვები რა, ერთი წუთი თუ შეიძლება ზარზეიმი მართლა მოიკითხეს თქვენსკენ რა, ზარის და ზეიმი 9 წელიწადში. თქვენ არაფერი არ გაიკეთებიათ, ლიზებიც არ უნდა ამის დანახოს. ვიზეუბნებითო, ლიზები ლიზების გარეშე ჩასე. როგორ გეკადრებათ რა? რაინად ლაპარაკობთ? ეხლა სად იყავით თქვენ რომ ამდენი პოლიციის შენობა გავხსენით ლინზებით აღჭურვილი, ირგვლივ სულ ლინზებშია ჩასმული. როგორ გეკადრებათ? კი ბატონო, მე მინდა გამოვეხმაურო აგრეთვე ერთ თემას, რომელიც ძალიან აქტუალურია ბოლო პერიოდში, რა უნდა დუქანში ლომს. ბატონო, ლომს რა უნდა დუქანში? მოშივდა ალბათ და შევიდა რაღაცა ეხლა დუქანში. კი, მაგრამ ხოლმე რაღაც მექანიზმი ხოლმე არსებობდეს გასაკონტროლებლად. გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი აქ. რომელ მხარეს იყო გადატანილი? ხო, რომელ ახლა ეს მე მგონი ჩემი აზრით არც ერთმა მხარემ არ უნდა მიიღო, არც ლომმა არ უნდა მიიღოს შეურაცხყოფა და არც ადამიანმა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მართალი კაცი ვთქვა, დუქანი გახსნილი და ადამიანმა განიშნა რაღაცნაირად ეხლა მე უნდა ვიტყვე რა. რა თუნდა ამას რაღაცა იპოტინები ვითომ ლომს ისა ყველან თავის დუქანს და ლომს მიხედოს სასაცილოა მეტი არაფერი. ძალიან გთხოვთ რა. მოიცა, ერთმანეთს დავაცალოთ თუ შეიძლება, წამყვანი იცოდეთ რომ მე ვარ ამ გადაცემაში და ერთმანეთს ხელს ნუ შეუშლით. აქ არის კიდევ ერთი პრობლემა, სხვათა შორის ისევ მართლ გუნდამდე მიდის ესა, ანძა როდესაც გათიშეთ. დიახ. იქ იყო საუბარი იმაზე რომ თვითმფრინავები დაფრინავენ, შეიძლება მათ საფრთხე შეექმნათ. კვატებზე რატომ არ იფიქრეთ? ამ წუთში მე კვატები რომლებიც გადაფრენას აპირებენ რო წამოედოს ანძაზე, აი დასაპირებით. სხვათა შორის ან კვატები მე როგორც გავარკვი არ არის თანამედროვე ისეთი ნავიგაციის სისტემით აღჭურვილი რომ ანძაზე ანძა ამაზე იმედოს მithumetes მორიგის სულელე რა აქ ლაპარაკია იმაზე თქვენს დაპირებებზე და არაფერ შუაში არ არის კვატების გათიშვა რაღაცებს იგონებს სპეციალურ თიშავთ რომ დაპირებები გადაფაროთ ეხლა რა თქვენი დაპირებების გამო იყო ის კვატი გაბრუებული ზუსტად თუ წამოედო რომელები ანძას და ჩამოვარდა ქვემოთ რა ძალიან პენსიების გაზდა და რა შეჭრა ხალხს ხილაში კვატი ჯერ ხარ აი ეგა საინტერესოა იქი დადიოდით თან და როგორი მანქანებით დადიოდით თქვენ და როგორი მანქანებით დადიან თქვენ რომ მართალი კაცი იყოთ ხაწვები არ გექნებოდა დაწითლებული ვისეულე აი მაღაზია ვისე მართლაც ღაწვებზე ხალხი არ დამაჭერა ღაწვებზე არ დამაჭერა ხალხი განაცვალე რა მართლა ცოტა სასაცილო ისევ დაპირებებს დაუბრუნდები მე მაგალითად ეს იყო ახალი წელი ამაზე იყო ბევრი საუბარი და სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია მის შესახებ რომ ეს იყო პირველი ახალი წელი რომელსაც ბავშვები ფოჩიანი კამფეტების გარეშე შეხვდნენ რა სიტყვით ბატონო ნიკა მე რას ვამბობ ზოგადად დიახ კამფეტი იყო მაგრამ არ იყო ფოჩი თქვენ დროს იმიტომ რომ პრემიებს ირიგებ ჩემო კარგო 300,000 ცალი ფოჩიანი კამფეტია პრემიის აღი დარიგებული სამის დროს ისე უბნები თქვენ დროს ფოჩი იყო ამ კამფეტი არ იყო ხო და ფოჩო კამფეტები მაინც დავარიგე და თქვენ დროს არც ერთი იყო და არც მე ამაშია პრობლემა კამფეტი იყო თუმცა არ იყო ფოჩი რა ფოჩი არ ამგონია მე ამ დროს კონდეს დიდი გარკვეული ამის დედაც ჯეკ ნუ ვისაუბრებთ დიახ ფოჩზე ამის დედა ვისაუბრებთოგაიგორო ეს ყველაფერი იყო არაფერი ბლეფი ამის დედა ჯეკო თვითონ კონგრესის იმაზე განაცხადება ობამა კარგით მე მაინც მინდა გკითხოთ იმის შესახებ
თუ რამდენ ხანს აპირებთ თქვენ ხელისუფლებაში დარჩენას? როგორ ფიქრობთ? აქვს თუ არა შანსი ნაციონალურ მოძრაობას, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში? ჩემი აზრით ამის ჩვეულებრივი ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც რეალობა და ამისი ჩვენ გვაქვს ყველანაირი შანსი რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს ისევ ხელისუფლებაში და ეს იგივე მათეს ნიშნავს. გასაგებია. მაშინ ჩვენ ვინაიდან დაწყედი რომ არავინ დაგვრჩეს ვისაუბრეთ კვატებზე, ვისაუბრეთ ლომებზე, ვისაუბროთ ბუებზეც. მართლაც მე ვგრძნობდი რომ თქვენ ბუებზე რაღაცას მაგიდოთ. აუცილებლად მე არ შემიძლია არ გავიხსენო ის 9 წლიანი მართლობა, მაგრამ ბუ აღარ დატოვეს, ბუ. მართლაც რა სისულელე საუბრობთ ახლა? რას გულისხმობთ? ხო, დავიეტი ზეწოლისა და 200,000 ბუარი დარჩენილი იმათა და დატვირთული იპოთეკი ხელი ხალხი აღარ საუბარი ხელი ფლორა და ფაუნა განიცდიდა თქვენზე წოლას ბუ აღარ დატოვეს ბუ აქ უბრალოდ ზეწოლ ლაპარაკი იცი თქვენ ახარ ჩვეულებრივად აი დემაგოგები და სარგებლობთ იმით რომ ძალიან მიყვარხარ და მენატრებით და აი ეს მაგით სარგებლობთ თქვენ თვითონ მას არ ამოვიღეთ მე ვინ გიყვარდა გენატრებად რომ დააკონკრეტოს ბატონი ნიკა კოლეგა ნუ თავისთავად არსებობს ხო რაღაც გზნობები და პატივისცემა ეთიკის მართლაც მაგრამ რაღაც ძლიერ გზნობებთან გვაქვს საქმე შევთავაზეთ ვინაიდან აი ესე 2 წელიც კი არ გასულა და უკვე აი ესე დიდ მონატრებას აქვს ადგილი დიდი მადლობა მე მინდა სწორედ აი ასეთ კეთილგანწყობილ ფრაზაზე დავასრულოთ და კეთილგანწყობილ საკითხზე ჩვენი გადაცემა და მე იმედი მაქვს რომ ჩვენ ყველანი ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის შენებას და როდესაც ერთ ხაწვზე მოგხვდება მეორეს შეუშვერთ სიყვარული და მონატრები. დიდი მადლობა. შეგიძლიათ მადლობა. გიორგი გაბულია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა.